И здесь важно, не нарушая эстетики вашего помещения, так расположить аппаратуру, чтобы она дала наилучший стереоэффект. В зависимости от размера комнаты, расстояние между звуковыми колонками должно быть 2-3 метра, а между слушателем и каждой из них 3-4 метра. Причем слушатель должен располагаться по возможности на одинаковом расстоянии от каждого из громкоговорителей. Разумеется, что колонка, установленная слева от слушателя, должна быть подключена к левому каналу усилителя, а установленная справа к правому. Карадაზე დავდგათ, არ ჯობია? Стереоэффекты არ იქნება. ეგრე კარგია? ქვევით. ეხლა? ცოტა ქვევით. ეგრე? მოდი რა კარადაზე უფრო ლამაზი იქნება, დავდგათ რა. ეგრე? ზევით. აქ მაინც არ მომწონს. Для достижения правильного стереофонического эффекта, то есть звуковые колонки, входящие в комплект радиол и электрофонов, должны быть правильно установлены в вашей комнате, а усилитель правильно отрегулирован. Для того, чтобы оценить достоинство стереозвучания, прослушайте два отрывка. Это «Голосок весеннего леса» и фрагмент сказки из балета Родиона Щедрина «Анна Каренина». ვერ ვხედავ სად არის. ხაზი უნდა იყოს. დავიღალე. ცოტა ზევითათი. დავიღალე. ხო, კარგი გეყო. 7 საათამდე მოვასწრებ ყველაფერს როგორ. მე არაფრის თავი აღარ მაქვს. აბა ყველაფერი მე გავაკეთო. აღავდები მაინც აღდაგე. Я нахожусь с левой стороны от слушателя и должна быть слышна через левый громкий. ხედავ რა კარგი. მშობლებს ვეჭხუბე. რა მოხდა? სწავლას თავი დავანებე და გაგიჟნე. დედა ჩემი ყვირილისგან ცუდად გახდა. И меня вы должны слышать. ეს კალი მარცხნიდან უნდა ისმოდეს, აქ კი მარჯვნიდან ისმის. Говорители сфазированы правильно. Если запись тона на первой полоске, чем на второй. რა ხდება? ალბათ ქარხნის ბრაკი. მართალი ხარ, მან სწავლა შენ არ გინდოდა. მაგრამ მშობლებს მაინც ეგრე არ მოექცე. ყველაფერზე ჭკუის დარიგებას ვეღარ უძლებ. შენთვის მაინც კარგი უნდა. აღარ შემიძლია, სულ იმას ვაკეთებ, რაც არ მინდა. ალბათ აქვს რაღაც მნიშვნელობა, რადგანაც იძახიან. ესენი ყველაფერს ისე იძახიან, არ იცი? იქნებ მაინც მივიტანოთ სახელოსნოში. არა, ისე იყოს. მაინც გააკეთებ. ის რომ ამისთვის მშობლებს აწყენინე. ისინი ყველაფერს გაპატიებენ. სხვები? მე მგონი სწორედ მოვიკეთე. Пошли, Тёме. ეხლა რა საპირებ? მუშაობას დავიწყებ. მე ვნახოთ. ეს ადრე არ ქონდა რა? ქონდა.
მაგრამ ეხლა ამოვიღე. უცნაური სურათი. საინტერესო ისტორია აქვს. რა ისტორია? კონზე მომაწოთ. აღარ შემიძლია დავიღალე. არ გვინდოდა საერთოდ ეს სტუმრები. არ გვინდოდა? ამარებულ ბინაში. შენი ბრალია რატომ დამოძახებინე? შენ არ მოიფიქრე? რატომ დავთანხმდი? კარგი, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. გვიან არ უკვე. აგიწერე ხუთოსანი ხარ ბოლო-ბოლო. როგორ დამიწერენ თუ ვერ ვისწავლე? რომელ შევაბარო მერე? ხო, კარგი, ნუ ველა, ჩააბარე. ინსტიტუციას რას აპირებ? ამადგენენ სექტემბრიდან. უკვე ველაპარაკე. სამსახურიდან გაგიშვებენ? აბა რას იზამე? სხვა გზა არ იქნება. ისე არ უნდათ. ძალიან მოსწონს ხარ. საჭირო მუშაკი ხარ. ეხლა მთავარი ეგ არ არის. აბა რა არის? სტუმრები. ვაშლი არა გვაქვს? საიდან? რამდენი ხანია შევჯამეთ? რა გინდა? რა ვიცი, უცებ მომინდა ვაშლის ჭამა. ჩაი არ გინდა კიდე? კი, დამისხიდა. ჩემს კამები რომ არ ყოფნის რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? იატაკზე დაჯებია. გაგიჟდი? ამ ჭიჭყიანი იატაკზე როგორ დაჯდები? გაზეთებზე. გამარჯობათ. ჩემი მეზობელი რეზო. გამარჯობა გენიც. სალამ ალეიქუმ. როგორ გიგითხოთ? მომეცი? მოდი. ჩემი რეზობელი მეზო. ჭკუის კოლოფია საჭიროა. ეზო. ნაბოდარი. დღეს ჩემი დაბადების დღეა, ასე რომ შეგიძლია მაგოთ. აკოცე ბიჭო, რა მოგივიდა? აი ესე. მოდი. იდი ტუჩებში აკოცე. არა, ბიჭი, ადრე გინახავს. არა. შემოგწონს? არა, ყველანი ახალია. არ მოგწონო არ რეზიკო. როგორ გეკადრება? შენ ყველოდ მოყავარ, შენ გოგო. აბა? კარგი რა. ვის აი ეს ტიპის ადამიანს მეცნობა. არა, სწორი. ეზო მომწონს. ეგეთებთ უნდა ეწრო უკვე სერუმი. აი ეს გავმა. არა, просто. Нет, ничего хорошего, что им не за что бороться, и они должны уповать на волю Бога. Отсюда виден классовый смысл капитализма. В современном буржуазном обществе есть много философов, которые всячески пропагандируют бессилие человеческого разума. Многие называют себя иррационалистами. Слово «иррациональность» латинского происхождения. В переводе на русский оно означает «недоступный разум».
ორი. რა კარგია პორტუხალი? მე ძალიან მიყვარს პორტუხალი. აბა ჩვენ დაყვარა. მინდა პორტუხალი. არა, ხამო ერთ კითხვაზე მიპასუხე, რატომ წამართვა მე შეგეძლო წიგნი? ოთარ შემთხვევით გარეგანო, სად არის ჩემი წიგნი? ძალიან. მომეცი წიგნი. როგორ მომენატრე იცი ოთარ? აბა, შენ ძალიან კარგად გამოიყურები. ტორტი იქნება. თან შეკითხვა, თანაც როგორ? მაგარი. ძალიან. აი ეს ტიპი სადიშო. ესა? უნიკალური ფილმია. ჭკუის კოლოფია. საიდანღაც მეცნობა, სად მოყოლება ნანახი. უფ. ბიბლიოთეკაში თუ შეხვდებოდი მაგასად. არა, ბიბლიოთეკაში არ დავდივარ. ყველა წიგნი მაქვს სახლში. მაშინ გამოფენაზე. იცი ტორტი ის. ვიზე. საიდანში. კი ძალიან ატმი? ატმი საერთოდ ძალიან კარგი. შამპანეთთან არის. ძალიან მაგარი. ეს მაგარი მიყვარს. დორს ბრაკ. ჯერ ადრეა. მაგრამ მომენტი. ძალიან მაგარია. ტვინიდან მომდის რა. რაღაც კომპოზიციურად არის რა, რაღაც ძალიან გიჟია რა. აი, ხო ხედავ იმას. აი, ნახე და თუ რა კარგად გავა. აი ეგეთ მოძრაობას აკეთებდა ხოლმე ბრაკი. აი, ოპ, აი ეს იყო რა, მაგის რაღაც აპოგეა იყო რა. რაღაც საოცარი ის ქონდა რა, რაღაც სიზმრისეული განცდა ქონდა რა, საოცარი. რატო კმაყოფილია თავის ნამუშევრით ეთქობა? აი იმ ტიპთან მივიდა ოთარიმ რომ მოიყვანა. ის ტიპი აკვარიუმთან თამაშობდა თევზებით მანამდე. კარგი. ხო არის? ხო არის მხეცი? ძალიან. ძალიან მაგარია. არლა კარგი. არა, რა? აი ეგეთ? არა ვარ ცუდ ხასიათი. შენ რო ცუდ ხასიათი ხარ, მე ცუდ ხასიათზე ვარ. ნახე რა კარგი სურათი. ეს გადასარევია. კარგი? ხომ არ ვიცეკვოთ? არა. რატომ? არ ვიცი. თან დავი მე რა კარგია. ტორტი იქნება. ხო. აი, არის. არა რა. ძალიან. არაფერს. საერთოდ არაფერს არ აქვს. დიდი მნიშვნელობა საერთოდ არაფერს არ აქვს, ცხოვრებასაც არ აქვს, ძირითადი მომენტი არის რა, ყველაფერში რა, ყველაფერში არის ფორმას ჭარბობს და ხელოვნებაში, ყოფაში, სულ ყველგან რა, სულ ყველგან. აი, შენ წარმოვიდგინე, აი ეს ლურსმები, აი ეს ლურსმები რა, აი წარმოვიდგინე. რა, საოცარი ეს არის რა. ნუ აი, ხო, მე მომისმინე. სწორია და წვეტია, თავია. ყველაფერია რა. ყველაფერია. საოცარია, ფოლადია, თან წარმოვიდგინე, მაგარია. რა მტკიცე ხასიათია, რაღაც არის, რაღაც ადამიანური არის რა ალბათ რა. დავიდა. არა. ყველა ერთად. ოპა. მოდი. ოპა. გადმოდი ჩემთან.
აბა ოპა ოდი მე არ წეკ. რა უნდა წეკვე? არასდროს არ მიცეკვია. ერთო და შეიძლება გენცო გამოდი გამოვხე. მოიცადე რა გინდა? ჩააგრეთ რა სინათლე ო ჩააგრეთ ვიცეკვოთ არ მინდა. რადო მომდი რა იცოდე ფილოსოფიას წავიკითხავ რანაირი ხარ ზე აღარ გილაპარაკე ხოლოდ შეიძლება 17 წუთი მოხდეს საერთოდ რამე მე როგორ არის არა ვიცი შევნება გოგი რომ ჩამოსაწავალთ. ჩემთან. შენთან როგორ? მიგურებენ? ბარა სეზამი. წინასწარ არ უნდა მიხვიდე. მივალ. ბოლო ხომ უნდა შევურიგე. თან გაფიქი ფულიც აღარ აქვს. წვენილი რატო ხარ? არა ვარ. როგორ არა გეტყობა? საიდან აირე არა ვარ მოწვე. შეყარებული ხო არა? კიდე ჩემთან წავიდეთ. შენთან არ წავალ. რატო? შენთან ვერ გავძლებ. რატო ვერ გაძლებ? ვერ გავძლებ. იმ სურათის ისტორია მოყევი რა. რატო გაგახსენე? საინტერესოა. ათვარი ჩემი მეგობარი იყო. რა მოკვდა? არა დიდი ხანი არ მინახე. მერე? ეხლა. ერთხელ მასთან ვიღაც კაცი მივიდა და სთხოვა. ისი პორტრეტი დაეხატა. ერთი სიგნები მომაწოდე. სად მიგე? მივდივარ აქედან. რატო? აგდებენ. რატომ გაგდები? ანგრევენ. ვისთვის რა უნდა გავიქცე? რა ვიცი. და მხატვარი უარზე დადგა. არ გიცნობ როგორ დაგხატო. კაცი გადაეკიდა მინდა თუ არა დამხატო. ბოლოს მხატვარი დათანხმდა. ოღონდ ერთი პირობი. იმ კაცს უნდა მოეყოლა ყველაფერი თავის თავზე. კაცმაც მოუყვა. და აი ეს გამოვიდა. იცნობდი იმ კაცს? არა, არ ვიცნობ. უცნაური სურათი. შობლებს შეურიგდი? არა, მუშაობა დავიწყე ტიპოგრაფიაში. მერე, მოგწონს? რა უნდა მომწონდე? ჩემს იცი როგორ მოეწონები? რა იცი? ვიცი, შენ ყველას მოსწონს. რატომ მგონია? არ მგონია ეგრე. О, ты ведь веселый имеешь, но сердце неспокойное. Думаешь на семейные дела, что будет, как будет. Не беспокойся, все хорошо будет, радоваться будешь.
Ну только немножко хитрее надо быть, хитрее. Есть одна женщина, которая тебе мешает, которая тебе плохо делает. И с товарищами не надо быть открытым. Все хочешь накормить, напоить, спасибо тебе не говорить. Понятно? Радость тебе будет, но только ты сам не веришь, не надеешься. Скандал тебе был, хлопоты тебе был, зло тебе был, но больше не будет. Будешь радоваться, будешь интересоваться на семейные дела, как ты думаешь. Но только тебе много зло делает, много неприятностей делают. Понял? Где ты живешь, тебе переход места будет, на другое место перейдешь. Это другое место, которое будет, не беспокойся, все хорошо будет. Но только с женой тебе немножко скандал будет, хлопоты будет. Понятно? Ну не беспокойся, все тебе хорошо будет. მაიკო, რატომ არ შემოვიდა? აგვიანდებოდა. დღეს საღამოს მოვა. ნახე რა მომიტანა? ისი. ყიდიან ასმანეთად. რა ამბავია გაგიჟდნენ? ვითომ არ იცი რომ ასე ყიდიან. ნახე როგორ მიხდება. მეყიდე რა. საიდან გიყიდო, მაგა კაპიკი ფული არ მაქვს. რა მოხდა იცეს ხე? ვის ვესესხო, ვის? გამოართვი დედაშენს. რაც გათხოვდი, არაფერი მithხოვია და ახლა ვთხოვო, ხო? ხო, 1000 აქვს და ერთი მოგცეს, რა მოვა? გაჩვდი. კარგი გეყოფა ნუძელი. დაწყნარდი ამის გულისთვის შეიძლება დირილი. Pero პატარა რომ ვიყავი ჩვენ სახლში ერთი ყვავილებიანი ფარდა გქონდა. ისეთი დიდი ყვავილები იყო ზედამუქარგული. ძალიან მიყვარდა თურმე ყვავილებთან თამაში. ერთხელაც თურმე გადავწყვეტე დედაჩემისთვის საჩუქარი გამეკეთებინა. ავიღე მაკრატელი და ყველაზე დიდი ყვავილი ამოვჭე. მერე საწოლში დავმალე. დედა რომ მოვიდა უთხარი. შენთვის საჩუქარი მაქვს მეთქი. ძალიან გაეხარდა. მერე? რა მერე? ცემეს? არა, მე არასოდეს არ მცემდნენ. რომელი საათი იქნება ახლა? მოვლენ ალბათ მალე. ტორტი რომ არა გვაქვს? გაძლევენ ერთხელ უტორტოთ არაუშვეს. როგორ გაძლევენ, მიჩვეულები არიან. უყვართ. გადაეჩვევი. ოთარი იქნება დღეს? ალბათ იქნება. კარგი რამე გველოდება. ოდიში. უკაცრავად ლელა აქ ცხოვრობს? არ ვიცი. ვიცი ვინმე ლელა? არა. არ ვიცი. კარგი რამე. შენები. უკვე ყველა მოსულია. მერე რა, ვაპატიებენ. შეიძლება? გამარჯობათ. გამარჯობათ. სადახარ ბიჭო აქამდე? მაგა როგორ ახარ გუნდო? დავედი არახს მოვიდა. არაღი არ გინდა, შამპანიური მოიტანე. არ დავყვები. დედა შენ მოდარეკათ თუ მამა შენ? ორივეს ველაპარაკე. რა უმე რა უნდათ? მოდიო. ახალ ხილს. შენც რაღაც დღეს მოგინდა წასვლა. თვითონ დამიჯახს. რა ვქნე, თუ არ გინდა არ წავა. არა, წადი. თან ძალიან მომენატრეთ. ესე იგი შეგირიგდი. ო, თუ თვითონ დარეკეს, ესე იგი მაპატიეს. ეს მაინც პირველად მოდიან და უცებ შენ არ იქნები.
მე მოვალ ხალხს მოუსწრებ ალბათ. ხო, ეცადე რა. წავედი მეგობრებო. ველოდები. ჩვენ გაგვიმარჯოს. კარგად ვე. გაგვიმარჯოს. ვაშა! დაიჭი. გაუმარჯოს ახალგაზრდებს. როგორ ახარ რეზო? დედა ეს ბიჭი როგორ არის? რა შენ? რა ვიცი. მე კარი მოხური. მაკასად არის? დედამისთან წავედი. ვა, შერიგდი? ხო. ვა, მე არ ვიცოდი. ძალიან გამეხარდა. შენ შენებსაც შეურიგდი? არა, ჯერ არა. ეხლა ის დიდი უნდა გაგას. მოდი აქა. თუ ისა მეც მე მგონი. მოდი. გაიცან ჩემ მეგობარი რეზო. შენ რა ქვია? ანდრომ ქვია. ხო, ანდრო. თქვენ საწახდით მე რა იმ დროს. რა იყო ის? რა ვიცი კაცო. დავრიგო შეხედა. დავრიგო? ბიჭო, ის რა იყო რომ გამომეკიდენ ეს ისა? ის გლიჯა. ბაგარია რა. ესეც კაი. რაღაც მე მგონი აკლია იმისო ის. ხელა თავია ცოტა დეგენერატია რა. ხო რა. ის კოტე არანორმალურია. გამარჯობათ. 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 ძალიან კარგია რა ეს, ყველაფერი კარგად. ანალგინი ხომ არა გაქვს უკაცრავად? ეს კაი ოთახია რა გინდა. ხო, მაგრამ აქედან უნდა წავიდეთ. უკაცრავად. ანალგინი ხომ არა? მე ხანა გერო ჩამოვიდე მივიდივარ. აა, მოწყობილია ხო. მე რა სალდა დახო. ოდიში. ჩემთან წავალ. ოჯახში არის შეურიგდი უკვე. შეურიგდი, წადე რა გარება. შეურიგდი, სხვა გამოსავალი არ არის. ჩემთან წავალ. მოლა წახვიდე თორე რა შეურიგდი. შენ კარატეზე დადიხარ რა? კი. სიურპრიზი მოგიმიგე. აი, ესე გარდალი? არა, სვამ ზოგჯერ. შეიძლება? შეიძლება კი. ხომ არ წი შენობით მოგელაპარაკები? არა. გამრიკო დავიწყოთ მე. ჩვენ ესე ლაპარაკობთ. ასე რომ მიეჩვი. ნუ დამტანჯე მიდი. ჩართე მიდი. ჩართე. ო. ვადალი. დავიგავთ ადგილების ასტრაფად. რომელი ალბომია? ეს დალისულია ხომ ციკალა? რუსია ხო? კი, რუსია. პოლონია. შესანიშნავი ნატურაა ეს. ამასი კარგია. აი ეს ძალიან კარგია. რა გაია რა? ასეთი მხატვარი არ არის ზოგი. დათოს მოეწონებოდა, სად არის დათო? აი სურათი ყველა დამწვს. მე უფრო მეტად ვოლტერის თავი მომწონს. რასაოცარი. შენ რომელი მომწონს? ეს მილეს კომპოზიცია ხო? ყველა მომწონს. ყველა სურათი აბსოლუტურად არის რა. აბა სულ ასოციაციებზე აქვს აგების ელემენტებია. რა გენიალურად აქვს გაკეთებული ნახე. ხო. მაგარია. აი კრისტი. აი კიდე მილი ნახე რა კარგია. საოცარი რაკურსი. გალერიის უკრონოდ. ხალხო, მე ისეთი რამ გავიგე მილეზე, რომ არ ვიცი, ნაღდია თუ არა. დავლიოთ? ლალი გაავე რა. ვინი? ვიღაც ვერაფერი მომიტა. გინიკო. აი რეზო რა არის? რეზო. რა მაჩვენეთ რა. მაჩვენე რა? არ გირა რეზო რა. მოდი. დაინახე. დაინახე რა. ოთარ მაგრად შეკო. ეგა.
ბიჭო გია ნუ მეტადი რა როგორ არის ინტერეს რო ვიყავ? Я нахожусь с левой стороны от слушателя и должна быть слышна через левый громкоговоритель. А я нахожусь с правой стороны, и меня вы должны слышать через правый громкоговоритель.